საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლა ვართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეკრანიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემი საავტორო გადაცემების ციკლს სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. ჩვენ წინა საუბრებში განვიხილეთ ამირანის მამის სხვადასხვა სახელების ეტიმოლოგია. სულკალმახის, ამანის და იამანის. დღევანდელი სახელის განხილვა ეძღვნება იამის. ეს სახელი ამირანის თქმულებებში არ ფიგურირებს, მაგრამ იგი ნახსენები არის იამანის გვერდით სულხან საბას ლექსიკონში. სულხან საბა შემდეგნაირად განმარტავს აღნიშნულ სახელს. ასურსა და ებრაელსა იამინისა წყლად ჰნებავს თქმარი, ნაცლად ამისა ვითარმეთ პოვა წყაროი უდაბნოისა. ეს ძალიან საინტერესო ფრაზა გახლავთ იმის გამო, რომ აღნიშნული განმარტებით იამინი დაკავშირებული არის ბიბლიასთან, უფრო სწორად კი ესავის შთამომავლობის გენეალოგიასთან. რატომ? იმიტომ რომ ესავის ერთ-ერთი შთამომავლის ვაჟმა ყანამ უდაბნოში მამამისის ძირების წყემსვის დროს აღმოაჩინა თერმული წყალი უდაბნოში. სწორედ აი ამ უდაბნოს წყალზე არის საუბარი, როდესაც სულხან საბა ამბობს, რომ ეს იამინის წყალიაო. ალბათ სახელი იამინი არ უნდა შეგვეტანა, ან უფრო სწორად შეგვეწინააღმდეგებიან ზოგიერთნი და გვეტყვიან, რომ ვინაიდან ამირანის მამის სახელებს ვიხილავთ, იამინი, რომელიც თქმულებებში არ შედის, არ უნდა განვიხილოთ. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ფონეტიკური მსგავსება იმდენად დიდია და ამავე დროს თვითონ აღნიშნული სახელების იამანისა და იამინის რეფერენტები იმდენად იგივეა, რომ აღნიშნული სახელის განხილვის გარეშე დატოვება მე პირადად უმართებულად მიმაჩნია. აქ რა თქმა უნდა მთელი რიგი სიძნელეებიც არის, იმიტომ რომ ამირანის მამის სახელების განხილვაში ბიბლიის სფეროდან შემოდის გარკვეული კონცეფტი და შემდეგ რა თქმა უნდა ის კონცეფტიც უნდა იყოს მთლიანად განხილული და თანახავია თუ როგორ უკავშირდება იამინის წყალი იამანის წყალს. რა აქვთ მათ საერთო, გარდა იმისა, რომ ისინი ჰიდრონიმებს წარმოადგენენ და ამავე დროს ფონეტიკურად მსგავსნი არიან. როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა დავიწყოთ სახელის იამინის განხილვა. სანამ იამინის განხილვაზე გადავიდოდეთ, მანამდე მსურს ორიოდე პრინციპი ან თუნდაც კრიტერიუმი ეტიმოლოგიური განხილვებისა შეგახსენოთ. ჩვენ ვთქვით, რომ და არაერთხელ სხვათა შორის გავიმეორეთ, რომ როდესაც ვეძებთ საკუთარი სახელის არქეტიპს, ანუ მის საწყის ფორმას, ამისათვის აუცილებელია მივიდეთ და ვნახოთ ზოგადი არსებითი სახელების, უფრო სწორედ საზოგადო არსებითი სახელების, ანუ საზოგადო ლექსიკის ერთეულები. თუ მოხდება ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე საკუთარი სახელიდან მეორე საკუთარი სახელი არის ნაწარმოები, როგორც მაგალითად ჩვენ გვქონდა შუმერული სულკალმახის შემთხვევაში და იგი თურმე ქართული სულკალმახიდან მომდინარეობს,
ქართული სულკალმახი ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შუალედურ რგოლს, ხოლო ის საბოლოო საწყისი ფაზა ჩვენ ჯერ კიდევ რა თქმა უნდა ნაპოვნი არ აქვს. მაგრამ როდესაც ჩვენ სულკალმახი დავამთავრეთ, ხომ მთლიანი განხილვა რომ მოვათავეთ, აღმოჩნდა რომ თურმე მისი საწყისი ერთეულები ყოფილა სული, კალ რომელიც ნიშნავდა კვლას, მოკლას და მახე რომელიც ნიშნავს ყოველთა შესაყრობელ იარაღს. აი ეს უკვე რა თქმა უნდა წარმოადგენს იმ არქეტიპულ ერთეულებს, რომლებმაც სულკალმახის სახელი შეადგინა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იამინზე, ზუსტად ასევე უნდა მოვიქცეთ. მართალია ეს აღნიშნული სახელი იამინი საკუთარი სახელი კია, მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ მისი კვლევა, მაგალითად ბიბლიის ორიგინალური წყაროებიდან თუ ბერძნული წყაროებიდან თუ საიდან ეს ჯერ კიდევ თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემი განხილვის გარეთ რჩება ელემენტარული მიზეზის გამო და ეს მიზეზი გახლავთ ის, რომ ამირანის მამის სახელები იამანის ჩათვლით, რომელიც შესასწავლით ჩვენი სახელის ახლო, ძალიან ახლო ანალოგი გახლავთ, მეუბნება და მკარნახობს, რომ იამინიც აუცილებლად უნდა იყოს განხილული, სწორედაც რომ ქართველური სივრცის ფარგლებში. მაშასე უნდა დავიწყოთ იამინის განხილვა და ამაში უპირველეს ყოვლისა ჩვენ დაგვეხმარება იამანის სტრუქტურული განხილვა, იმიტომ რომ იამანი მე მკარნახობს თუ როგორი აგებულებისა ყოფილა სახელი იამინი. თურმე აქაც, როგორც ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ, შედგება სახელი იამინი ორი კომპონენტისაგან. პირველი ეს გახლავთ ია, რომლითაც პირდაპირ უკავშირდება და აბსოლუტური იდენტური სიტყვა გახლავთ იამანის პირველი კომპონენტისა, ხოლო მეორე შემთხვევაში კი ძალიან მსგავსი სახელი გვაქვს მინი. მინ სახელში იამინი და ა სახელში იამანი. ყოველივე ეს რა თქმა უნდა მე მკარნახობს იმას, რომ მათ შორის გარდა იმისა, რომ არსებობს რეფერენტული იგივეობა, ანუ ორივე ჰიდრონიმს წარმოადგენს, აი ეს ფონეტიკური მსგავსება პირველი კომპონენტების, უпростоრად იდენტობა, იმიტომ რომ იქაცია გვაქვს, აქაცია გვაქვს, მე უკვე მკარნახობს, რომ ის ინფორმაციული სისტემა, რომელიც იამანიდან ამოვიღეთ ჩვენ და ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ხო, როგორ არის იგი დაკავშირებული შუმერის უდიდეს სიმბოლოსთან, ღვთაებრისა და სამეფო სიმბოლოსთან, მის კალენდართან და ასე შემდეგ, აქაც თურმე რაღაცა ანალოგიური ინფორმაცია უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, ვინაიდან ია ზიარი კომპონენტია, აი ის რაც ჩვენ შუმერულზე ვთქვით, იამანთან დაკავშირებით, აღნიშნული სიტყვაც, ანუ იამინიც იზიარებს, მასაც ეკუთვნის, მაგრამ მეორე კომპონენტი მინა მეუბნება, რომ აქ შეიძლება ცოტა განსხვავებული ინფორმაციაც იყოს ჩადებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იას, ანუ პირველი კომპონენტის ანალიზი. აი ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო არის ისევ და ისევ შუმერული ცივილიზაცია და არა მარტო შუმერული, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ჩავთოთ აქადური ცივილიზაციაც. აქადურში ჩვენ გვაქვს სახელი ია. თუმცა ასირიოლოგიაში მას ხანდახან ეძახიან ხოლმე აგრეთვე ეას, ანუ ია და ია ერთი და იგივე ღვთაების სახელებია. ოღონდ ქართველური მონაცემები მე მკარნახობს, რომ ეად კი არ უნდა წავიკითხოთ აღნიშნული ღმერთის სახელი, არამედ როგორც ია. შეგახსენებთ, რომ ქართველური ენები წარმოადგენს შუმერული ენის კვლევისათვის ეგრეთ წოდებულ შესადარებელ სტანდარტს. ანუ ქართველური ენები მე კარნახობენ,
რომელი სიტყვა არის სწორად წაკითხული, რომელი არასწორად და მოდიფიცირებაა საჭირო, ან და რომელი მთლიანად უნდა განსხვავებული ფორმით იქნეს წაკითხული. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია სავსებით დაზუსტებით ვთქვათ, რომ აი იმ ღმერთის სახელი და ეხლავე ავხსნი თუ ვინ არის ეს ღმერთი, უნდა ყოფილიყო ნამდვილად ია. აქაც იას თაყვანისცემა შემოდის ძველი წელთა აღრიცხვის 2400 წლიდან, თუმცა მასზე უფრო ადრე, 200 წლით ადრე, ეს გახლავთ 2600 წელი ძველი წელთა აღრიცხვით, ანუ ეს არის ადრე დინასტიური მესამე პერიოდი, არსებობდა ღვთაება ენქი. ღვთაება ენქი შუმერული ცივილიზაციის და შუმერული ღვთაებრივი პანთეონის ერთ-ერთი უდიდესი ღმერთი გახლავთ. ენქი და ია ერთმანეთის ტოლფასი ღვთაებებია. ენქი იყო მტკნარი წყლების, სიბრძნის, ცოდნის და ამავე დროს ჯადოქრობის ღვთაება. და რადგანაც ენქი აი ამდენ სივრცეს განაგებდა, რა თქმა უნდა, იაც ასეთივე სივრცის გამგებელი იყო. ენქი ხშირად არის ხოლმე ბარელიეფებზე, ცილინდრებზე და ასე შემდეგ აღბეჭდილი. მას გამოსახავენ ხოლმე როგორც წვეროსანი მამაკაცი, საკმაოდ გრძელი კაბით და ძალიან ხშირად იგი არის ხოლმე წყლის სტიქიაში გამოსახული. წყლის სტიქიასთან კავშირი ენქისა არ არის უბრალო დამთხვევა, ვინაიდან როგორც უკვე ვთქვით, იგი მტკნარი წყლების ღვთაება გახლავთ და რა თქმა უნდა, მისი ტაძარიც, ასე ვთქვათ, მითოლოგიურ კონტექსტში, ხო, მისი ტაძარიც არსებობდა, უпростоრად მდებარეობდა წყალში, მტკნარი წყლების სიღრმეში. შუმერულად მტკნარი წყლების აი ამ სიღრმეს ეწოდება აბზუ, მაგრამ მას აქვს აგრეთვე მეორე სახელი და ეს სახელი გახლავთ ენგური. ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენს სქემა სლაიდზე, რომელშიც თავმოყრილი არის აი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შემოკლებულად ცხრილში მოცემული ის განხილვა, რომელსაც მე ახლა შემოგთავაზებთ. მაშასე ჩვენ გვაქვს ღვთაება ია და ღვთაება ენქი, რომლის ტაძარიც არის აბზუში, ანუ იგივე ენგურში. რაც შეეხება ენგურს, რა თქმა უნდა, ეგრევე ქართველებს ჩვენ გაგვახსენდება, ხო, ჩვენი დასავლეთ საქართველოს მდინარე ენგური. ეს იმდენად ზედაპირზე დევს მსგავსება შუმერულ ენგურსა და ქართულ ენგურს შორის, რომ ამისი ელემენტარულად არ დანახვა შეუძლებელია. მეცაც მოგახსენებთ, სწორედ იმის გამო, რომ ისინი იდენტური სიტყვები არიან, ასირიოლოგებს მიაჩნიათ, რომ აქ რაღაც შეცდომა უნდა იყოს, ვინაიდან მათ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამდენი ხნის მანძილზე სიტყვა არ შეცვლილიყო. ასეთი რამეები კი ნამდვილად ხდება და ჩვენი საავტორო გადაცემის სივრცეში ნახავთ, რომ არა მხოლოდ ენგური, არამედ მრავალი სხვა სიტყვაც და სხვა სახელიც აბსოლუტურად იდენტურია ხოლმე ქართველურისა. მაშასე ჩვენ მივიღეთ სახელი ენგური და ახლა ვნახოთ თუ რისგან შედგება, ანუ რა არის მდინარის სახელის ეტიმოლოგია, რა არის მისი არქეტიპი. სანამ არქეტიპზე გადავალ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვახსენოთ ენგურის უცილობელი კავშირი აი იამინ წყალთან, ხო, რომელიც ბიბლიის მიხედვით შემოდის ჩვენს განხილვაში და აგრეთვე იამანის წყალთან, რომელიც ამირანის თქმულებებში არის ხოლმე ხშირად ნახსენები და რომლის ნაპირზეც ამირანის მამამ ხარის ტყავში გახვეული თავისი ვაჟი დატოვა. მაშასე ჩვენ გვაქვს ენგური. ენგური გახლავთ ორი სიტყვის შეერთება.
თხზული სახელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სტრუქტურულად მის შემადგენელ ნაწილებში უნდა ჩავიდეთ. ეს ჩემი აზრით არის ქართულ მეგრული ჰიბრიდი და ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი გვაქვს. შეიძლება იყოს სვანურ-ქართული ჰიბრიდი, შეიძლება იყოს მეგრულ-სვანური და ასე შემდეგ და რამდენიმე მაგალითს ჩვენ დღეს დღევანდელ საუბარშიც ასევე განვიხილავთ. მაშასე ენგური შედგება ორი ქართული ძირითადი ძირისაგან, სიტყვისაგან. პირველი ეს გახლავთ მეგრული გური, რაც ყველასათვის კარგად ცნობილია, რომ ნიშნავს გულს და რახან ნიშნავს გულს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს რაღაც ცენტრალურ, ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტზე, ხოლო მეორე კომპონენტი კი არის ენა. აი ეს ენა შუმერულად ღვთაებას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შუმერულში ბოლო ხმოვანი ან თანხმოვანი, როგორც წესი, ვარდებოდა ხოლმე. ასევე ხმოვნის ამოვარდნა, ან და ბოლო თანხმოვნის ამოვარდნა ხდება ხოლმე თხზვის დროსაც. ანუ, როდესაც აღნიშნული ორი სიტყვა შეერთდა, რომელიღაცა ხმოვანი ამოვარდა, ეს ხმოვანი გახლავთ ხმოვანი ა. ანუ შეერთება გვაქვს ჩვენ ენა გური. თუ ენა გური, ამ შემთხვევაში ენა ქართულიდან მომდინარე სიტყვა, თუ ენა გური ჩვენ შევაერთეთ და გახსოვთ თქვენ ალბათ, როდესაც მე ვსაუბრობდი ეგრეთ წოდებულ სინტაქსურ არქეტიპზე, რომელიც ატრიბუტული სინტაგმის მსგავსად იკითხება, ხო? აქაც იგივე გვაქვს ენ ფაქტობრივად განსაზღვრავს გულს, ანუ ცენტრს, აი იმ ძირითად ძარს თუ როგორ ვთქვა თავს. ეს ყოფილა თურმე ენის ცენტრი, ეს ყოფილა თურმე ენის თავი და თუ ასეთი მნიშვნელობა მომდინარეობს სიტყვიდან ენგური, ამას ენათ მეცნიერულად ჰქვია ფუძე ენა. ახლა, როდესაც ფუძე ენაზე გავდივართ ჩვენ, ელემენტარული ჩვენი და ყველასთვის ძალიან კარგად ცნობილი მდინარის სახელის მეშვეობით შეუძლებელია, იცით რა, შეუძლებელია ეს არასწორი იყოს, იმდენად, რამდენადაც მიღებული დასკვნის სისწორე დასტურდება როგორც ბიბლიურ მონაცემებში, ასევე შუმერულ მითოლოგიაში. ბიბლიურში დაბადების თვარცდები მე-11 თავის პირველ სტროფში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მთელი ქვეყანა ერთ პირი იყოვო, ანუ ერთ ენაზე საუბრობდაო. ზუსტად ასეთივე ინფორმაცია მოდის შუმერული მითიდან, რომელსაც ქვია ენმერქარი და არატას მთავარი. აი ამ მითში არის ნათქვამი, რომ ჩამოთვლილია რამოდენიმე ქვეყანა და შემდეგ უკვე საუბარია იმაზე, რომ მთელი აი ეს ქვეყანა საუბრობდა ერთ ენაზე. ანუ ერთ ენაზე ადიდებდა ენლილსო, ღვთაება ენლილსო. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ენათმეცნიერულ დონეზე მიღებული პასუხი თუ რას წარმოადგენს მდინარე ენგურის სახელის არქეტიპი, მივიღეთ ის, რომ იგი შედგება ენაფუძის დასახელებისაგან, ანუ ენას მიმატებული სახელი გური. რამდენად მართალია ეს? რა თქმა უნდა, ეს კითხვა ყოველთვის არსებობს და მინდა მოგახსენოთ, რომ ქართველური ენები ყოველთვის გვიდასტურებს ხოლმე რამდენიმეჯერ, როდესაც სწორი დასკვნა არის გაკეთებული. და აი ამ პატარა სქემაშიც კი მოცემული არის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტორი. ეს ფაქტორი გახლავთ ღვთაება ენქი. აღნიშნული სახელის შემადგენელი კომპონენტები მე განხილული მაქვს ჩემს ნაშრომებში. ენ მაგალითად, ანუ ეს ღვთაების სახელი, ხო? შუმერულად განხილული მაქვს გრაკლიანი გორის წარწერის მისტერიაში, ხოლო მეორე კი, ანუ ქის
ქართველური წარმომავლობა შუმერული ქისა, რა თქმა უნდა მეგრული ქიდან განხილული მაქვს ინგლისურ ენაზე დაწერილ ნაშრომში მესხების დაუწერელი ისტორია. აქედან გამომდინარე პირველი წიგნის სამწუხაროდ გამოცემა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე, მაგრამ იმას, რასაც მე თქვენ ახლა გეუბნებით, 100-ჯერ და 1000-ჯერ არის ხელში და ტვინში გატარებული. ანუ იმას ვერ გაკადრებთ და ვერ მოგაწვით ისეთ ინფორმაციას, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებული არ ვარ. აქედან გამომდინარე, აი ეს ენქი დასახელება ზუსტად მეუბნება, რომ აქაც მაქვს მე პირველი კომპონენტი ენა, რომ აღვადგინოთ ხო საწყისი ძირი, ხოლო მეორე კი ეს გახლავთ კი, ანუ აქაც მაქვს მე მეგრული და ქართული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჰიბრიდი. აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ აი იმ ატრიბუტული კონსტრუქციისა თუ სინტაქსური არქეტიპის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენქი უბრალოდ ინფორმაცია, რომელსაც ენქი მთავაზობს, ეს არის ენა და მიწა. რატომ უნდა იყოს ენა და მიწა? აქ უბრალოდ უნდა იყოს, უბრალოდ ჩვენ უნდა აღვადგინოთ იქ როგორც დედამიწისეული ენა. მაგრამ როგორც კი ვიწყვით, რომ ეს მიწის ენა ან და დედამიწისეული ენა, რა თქმა უნდა თავისთავად მოითხოვს დიქოტომიას. დიქოტომია კი ეს გახლავთ აი რომელიღაცა საწინააღმდეგო ერთეული, რომელიც აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს დედამიწისეულ ენას. ეს რა თქმა უნდა არის ან ზეციური ენა თუ გნებავთ, ან და ღვთაებრივი ენა, მაგრამ აი ამ მოდით ასე ვიტყვი დებულებაზე შევჩერდები, მეც აღარ გავაგრძელებ მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე საკმაოდ ბევრი მაქვს ნაშრომი, მაგრამ ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ მაქვს იმის გამო, რომ ჩემი აზრით იგი ჯერ კიდევ მოითხოვს დამატებით კვლევა ძიებას. მაშესადამე ჩვენ მივიღეთ, რომ აი ამ იამინისგან პირველი კომპონენტის იას მეშვეობით ჩვენ გავედით ენქიზე, გავედით მის ტაძარზე ენგურზე, გავედით მერე ქართულ მდინარე ენგურზე და საერთოდ გავედით ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხზე მსოფლიო ენათ მეცნიერებაში და ეს გახლავთ ფუძე ენის პრობლემა და ამ ფუძე ენის პრობლემას ჩვენი მასალა როგორც ხედავთ პასუხობს სრულიად დადებითად. მაშას ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რას წარმოადგენს მეორე კომპონენტი მინ. მეორე კომპონენტი მინ ისევე როგორც მან იამანში არის ნაცვალ სახელი. მაგრამ ეს ნაცვალ სახელი არის კითხვითი ტიპის ნაცვალ სახელი და ნიშნავს ვინ. მეგრულ-ჭანური ნაცვალ სახელი გახლავთ მინ, ქართულში იგი ასე ვთქვათ უფრო დიალექტური ფორმით არის, თუმცა ანალოგიური მინ ფორმით არის შემორჩენილი. თითქოს აქ ყველაფერი ნათელია და თითქოს აღარც არაფერი არ არის გასარკვევი, იმიტომ რომ ჩვენ უკვე მანზე ვილაპარაკეთ, მაგრამ გავიხსენოთ, რომ მან უпростоრად და ამან დაკავშირებული იყო ეგვიპტურთან. ძალიან საინტერესო იყო მერე გვედახა, აბა არის თუ არა მინ ნაცვალსახელის მატარებელი რომელიმე ღვთაება ეგვიპტურში? აღმოჩნდა რომ არის და მას ზუსტად ასევე ჰქვია ღვთაება მინ, ძალიან ძველი ღვთაება გახლავთ. ეს არის ნაყოფიერების თუ შეიძლება ასე ითქვას ნომერი პირველი ღვთაება. იგი გამოხატული არის, ხშირად ნახავთ ინტერნეტში რომ აკრიფოთ მაგალითად მინ ძალიან ბევრ ნახატსაც მოგცემთ, ბარელიეფსაც მოგცემთ და ასე შემდეგ. აღნიშნული ღვთაება მეოთხე 1000 წლეულიდან იღებს სათავეს ზემო ეგვიპტიდან. იგი ხშირად იყო ხოლმე ასოცირებული ჰორუსთან. მოგეხსენებათ, რომ ჰორუსი
ეს არის მიმინოს თავიანი ღვთაება ძალიან დიდი ღვთაება გახდათ ისიც მაგრამ საქმე იმაშია რომ ხან შევარდენს ადარებენ მას ხან მიმინოს ადარებენ ხოლმე მაგრამ აღმოჩნდა რომ ესეც ჩემს ერთ-ერთ ნაშრომში უკვე გამოქვეყნებულია რომ იგი სინამდვილეში მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ძერა მაგრამ ეს სხვა თემაა და მე ახლა ამაზე არ ვისაუბრებ თავარი არის ის რომ აი ამ ღვთაება ხორუს თურმე ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა ნაყოფიერების ღვთაება მინთან და ამის გამო მის ხშირად ეძახდნენ მინ ხორუს. როგორი სახით არის წარმოდგენილი აღნიშნული ღვთაება? იგი ღვთაება მინ ნაჩვენები არის როგორც მამაკაცი ანთროპომორფული სახე არის ითიფალური ღვთაება რაც იმას ნიშნავს რომ იგი ელექტრებული ფალოსით არის წარმოდგენილი თან ფალოსი თავისი მარცხენა ხელით უჭირავს მარჯვენა ხელი აქვს ზე აღმართული და საცეხველი უჭირავს მას ხელში აი ამ საცეხველი უბრალოდ წარმოადგენს ეგვიპტური მეფობის ერთ-ერთ სიმბოლოს მის თავზე ადგას ორი ძალიან გრძელი ბუმბულის გვირგვინი ამ ბუმბულის გვირგვინის საფუძველში არის ხოლმე ხშირად ჩადებული დისკო რაც რა თქმა უნდა მზესთან არის დაკავშირებული და შუბლზე წაკრული აქვს ხოლმე ბაფთა წითელი ბაფთა რომელიც უკან იკვრება და კოჭებამდე სცემს ხოლმე ეს წითელი ბრდღვიალა ბაფთა ხშირად ეგვიპტოლოგებს მიაჩნიათ სექსუალური პოტენციის მაჩვენებლად და მის სწორედ ამას შესთხოვდნენ ხო რომ ჰქონოდათ რომ ყოფილიყვნენ ნაყოფიერები ყოფილიყვნენ შვილი ანუ ჰქონოდათ შვილიერება თუ შეიძლება ასე ითქვას და ამისათვის მის დღესასწაულებსაც უწყობდნენ ხოლმე ამ დღესასწაულების დროს მინის ქანდაკება გამოჰქონდათ ხოლმე ტაძრიდან და მას მიაცილებდნენ თუ შეიძლება ასე ითქვას ქურუმები და მოცეკვავეები თუმცა მთელი პროცესის მანძილზე ორივე მხარეს რა თქმა უნდა მახვეწრები და თაყვანისმცემლები იდგნენ ხოლმე რომლებსაც ხელში შესაწირავი ეჭირათ საკვები ეჭირათ ყვავილები ეჭირათ და ასე შემდეგ და მიაცილებდნენ იმ მინდვრამდე რომელ მინდვრში შემდეგ ამ ტაძარს უკაცრავად ამ ქანდაკებას დადგავდნენ ხოლმე და იქ იმართებოდა უკვე დღესასწაულით განსაზღვრული სხვადასხვა სანახაობები. აი ამ მინს ყველა იმ მახასიათებელთან ერთად რომელზეც მე უკვე ვისაუბრე ერთი ძალიან საინტერესო მახასიათებელიც ჰქონდა და აქ თუ შეიძლება ასე ითქვას პატარა ინტრიგას ჩამოვაგდებ ვინაიდან ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ძალიან სერიოზული ნაშრომი აქვს გაკეთებული და ერთ-ერთ ამ ნაშრომის გმირზე საუბარი არის მის შავ ასე ვთქვათ შესახედაობაზე და აი ეს შავის შესახედაობა მინსაც ჰქონდა მინიც იყო შავი მას აი ამ დღეს მას ღებავდნენ ხოლმე შავი მურით ან კიდევ ბითუმენით შავი ბითუმენი და ასე შემდეგ ანუ თავარი მისთვის იყო ასევე შავი ფერის ქონა ანუ ეს მინიც აი იმ უდიდეს ქართველს უკავშირდება რომელზეც ჩემი მეგობარი თუ არ ვწდები სულ რამოდენიმე თვეში გააკეთებს ამ ნაშრომის წარდგინებას ეს ისე ინტრიგისათვის რომ აი ის დიდი პიროვნება რომლის სახელსაც მე რა თქმა უნდა ახლა არ ვახსენებ თურმე დაკავშირებული ყოფილა ამავე ეგვიპტურ ღვთაება მინთან სწორედ აი ამ ფერისა და აი ამ სიშავის საფუძველზე ახლა ვნახოთ თუ რა ერქვა ამ დღესასწაულს მინის დღესასწაულის სახელწოდება გახლდათ ჩემუ ახლა ყველა ქართველისათვის ჩემუს რო გაიგებს იმ წუთშივე მიხვდება რომ ეს ჩემუ კი არა ჩემია ანუ მინ ჩემუ პირდაპირ გეუბნებათ რომ ეს ჩემი დღესასწაულიაო ხო და თუ გავიხსენებთ ჩვენ ნიკომარის ერთ-ერთ დებულებას რომლის მიხედვითაც
ძველ ქართულში სახელობითი ბრუნვის ფორმა, სახელობითი ბრუნვის მარკერი უნდა ყოფილიყო უ და არა ი, მაშინ ცხადი ხდება, რომ აი ეს ჩემო ფორმა, ჩემო დღესასწაულის სახელისა, თურმე ყოფილა პირდაპირ ჩვენი კუთვნილებითი ნაცვალსახელის ფორმა. გარდა ამისა, ერთ-ერთ ქალაქს ერქვა კიდევ ასევე ანალოგიური ნაცვალსახელური სახელი და ეს იყო ჩემის და ჩემო. ახლა აქ მინდა მოგახსენოთ, რომ ეს ვარიანტული სახელები ეგვიპტოლოგებს, რა თქმა უნდა, ესე ზერელეთ არ დაუდიათ, არამედ წარმოადგენს ძალიან ღრმა შესწავლის შედეგს, რომლის დასკვნითი, ასე ვთქვათ, რომლის დასკვნაც ერთ მნიშვნელოვნად არ გვაწვდის აი იმ საწყის ფორმას, ხო? ამიტომ იძლევიან ეგვიპტოლოგები, თუნდაც ნებისმიერი მკვლევარი სიძველეებისა გვთავაზობს ხოლმე ვარიანტებს, რომ გვეუბნება, რომ ჩვენ არ ვიცით, ესე იგი მისი რეალური წარმომავლობა, მაგრამ აი ეს არის ვარიანტები, რომელიც ამ სახელთან დაკავშირებით არის დაფიქსირებული. ანუ თვითონ იმ ქალაქში, სადაც ხდებოდა მინის თაყვანისცემა, იმასაც ქვია ჩემის და ჩემო. ალბათ არ შეგეშლებათ და იტყვით, რომ ეს გახლავთ ნათესაობითი ბრუნვის ფორმა, მეორე კი ჩემო გახლავთ წოდებითი ბრუნვის ფორმა და ეხლა უკვე მესმის ჩვენი ქართველოლოგების ძალიან გაბრაზებული კომენტარი იმის შესახებ, რომ ეს საერთოდ რებზე ვლაპარაკობ, რა დროს ბრუნვის კატეგორიებზე საუბარი არის ისეთ ღრმა წარსულში. მაგრამ მე მინდა ერთ რამეს გავუსვა ხაზი. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ქართველური ენების მონაცემებზე, როგორც ჩვეულებრივი ენობრივი ერთეულების ბუნებაზე. ჩვენ საუბრობთ აღნიშნულ სიტყვებზე, როგორც კოდებზე, როგორც ხელოვნურად შექმნილ ენობრივ ერთეულებზე, რომელსაც დასჭირდა უაღრესად დიდი დროც, ენერგიაც, შერჩევაც და გათვლაც, ასევე რომელიღაც გარკვეულ პერიოდამდე, რომ ყოფილიყვნენ დამალულნი. აქედან გამომდინარე, იგივე ჩემო, ანუ ჩემი, ჩემის, ანუ იგივე ჩემის, ანუ ნათესაობითი ბრუნვა და ჩემო, ანუ ჩემო ქალაქო, ხო ვამბობთ, ფაქტობრივად ჩვენ გვესაუბრება ჩვენი ქართული გრამატიკის საფუძველზე. მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელზედაც მე ახლა მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო და ეს გახლავთ ის მიზანი, რა მიზნითაც კითხვითი ნაცვალსახელი მინ გამოყენებული იყო აღნიშნული ღვთაების სახელად. ამისათვის საკმარისი არის, რომ ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავაყენოთ ჩვენი ქართული მინ, ანუ მეგრულჭანური ვინ, მინ და ეგვიპტური ღვთაების სახელი მინ. გამოგვივა მინ, ანუ ვინ მინი. ვინ მინი, ანუ ვინ არის მინი? აი ეს ორი ნაცვალსახელური ფორმა კატასტროფიულ ინფორმაციას გვაძლევს. ანუ ეს არის ის კითხვა, რომელი კითხვაც ეგვიპტოლოგებს საუკუნეების მანძილზე აწუხებს, ხო? ვინ არის მინი? ანუ რა წარმომავლობისაა, საიდან მოვიდა იგი? მაგრამ თვითონ სახელშივე იგივე მინ, იგივე თუნდაც კითხვითი ნაცვალსახელი ავიღოთ, ან თუნდაც იგივე ეგვიპტური მინდა სახელება ავიღოთ, მასშივეა პასუხი ჩადებული. და როგორ? მინ შედგება ორი კომპონენტისაგან. მი პლუს ν. აი ეს ν მოთხრობითი ბრუნვის მარკერი გახლავთ, ხოლო მი გახლავთ სვანური პირველი პირის ნაცვალსახელი. ანუ პირდაპირ გეუბნება მეგრულჭანურ ეგვიპტური კითხვაა დასმული, ვინ არის მინი და თვითონ შიგვე სახელშივე მინ მოცემულია პასუხი მე ვარ მინი. მინ მე ვარ მინი, ანუ ν გვეუბნება აგენტზე მიგვითითებს, შემქმნელზე მიგვითითებს, გვეუბნება რომ მე შევქმენი, მე გავაკეთე მინი. აქედან გამომდინარე, ეგვიპტურ გელაპარაკებად ეგვიპტური ცივილიზაციის ერთ-ერთ წამყვან ღვთაებაზე და ესო ჩემი ნახელავიაო,
ჩემი შესაქმე არისო გეუბნებათ და ამას კიდევ უფრო აძლიერებს მინ ნათვასახელის მეორე მნიშვნელობა სვანურში ასევე იგი არის ან ისინი მესამე პირის მრავლობითი რიცხვის მნიშვნელობით და მეორე გახლავთ თვითონ დამოუკიდებლად ანუ ჩვენ დამატებითი ინფორმაცია გვეძლევა იმის შესახებ რომ თურმე ეგვიპტური ღვთაება მინ არის არა მხოლოდ ქართველების შესაქმე არამედ მათ ეს დამოუკიდებლად თვითონ გაუკეთებიათ რამდენად სანდოა აი ის ინფორმაცია რაც მე ახლა თქვენ მოგაწოდეთ გვაქვს თუ არა კიდევ სხვა პარალელები რომელიც ისეთივე ფორმულაზე იქნება აგებული რომელიც მეტყვის მე რა თქმა უნდა რომ ეს რაც შენ გააკეთე ნინთან დაკავშირებით შეცდომა არ ყოფილა აი ნახე თურმე სხვაგანაც ანალოგიური ფორმულა მოქმედებს და აქ ჩვენ უნდა გავიხსენოთ მან გახსოვთ იამანიდან ალბათ ხო მანიც ისევე როგორც მინ იყოფა ორ კომპონენტად მას პლუს ν ისევ მარკერია ხო მოთხრობითი ბრუნვის ხოლო პირველი კომპონენტი მა უკვე სვანური კი არა არამედ მეგრულჭანური პირველი პირის ნათვასახელია ანუ აქაც გეუბნება რომ მე ვარ ამის შემქმნელიო სხვაგვარად რომ თქვათ ქართველური ენების აი ეს ისეთ უმარტივესი შეიძლება ითქვას უმარტივესი იმ გაგებით რომ ძალიან პაწაწინა სიტყვები არის აღებული აი ამ უმარტივეს ფორმებში ჩადებული არის კოლოსალური ინფორმაცია ეს კოლოსალური ინფორმაცია შეეხება დედამიწისეული ცივილიზაციების დაარსებას მათ გაფურჩქნას და მათ პროგრესს თურმე ეს ყველაფერი თურმე ქართველების გაკეთებული ყოფილა და კიდევ უფრო საინტერესო არის ის რომ ენებიც მათი ფუძე ენაც სწორედ აი ეს დედამიწისეული ენა ყოფილა და მათ ყველაფერი ეს გაუკეთებიათ თვითონ ანუ დამოუკიდებლად ყოველ კვირას 15 საათზე